როგორი სახით უყურებს მე მამფორია აბას კანგილს. ნამდვილად ძალიან მაგარი ორთაბრძოლა გველოდება. და არ იქნება მარტივი, არც მერაბისთვის, არც აბაზისთვის. მებრძოლის თავისას გააკეთებს. სიმართლე რო გითხრა ვაკო ამ UN-ზე ჩემთვის ძალიან გამორჩეული ორთაბრძოლაა და ყველაზე მეტად ეს ორთაბრძოლა მაინტერესებდა სიმართლე რომ თქვა. ნახოთ აბას კანგილი ძვერავს ჯერჯერობით. კარგი შესვლა იყო მამფორიასი, მაგრამ კანგილმა დააბრუნა. შესვლა აჩვენა და შემდეგ დარტყმებით გააგრძელა, აღარ გააგრძელა. კარგი იყო. აბასმაც კარგი მუხლი შესთავაზა, დაუბრუნა, მაგრამ ვერ მოარტყა. საიდან გამოძვრა? ეს რა იყო? ეს რა იყო მართლა? კიდევ ერთი მუხლი. ძალიან კარგი აპერკოტები. ძალიან კარგი აპერკოტები დაუბრუნა ეხა მერაბ მამფორიამ. არ უნდა გაჩერდეს მერაბ მამფორია, არ უნდა გაჩერდეს. ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ეხა მერაბ მამფორია. ძალიან ძიმე მდგომარეობაშია და არ უნდა გაჩერდეს უბრალოდ. ხელები უნდა აწიოს, რაც თავარი და აი მუხლი ეხა ისე გაარტყა თავში კანგილმა. ფეხში უნდა შევიდეს აუცილებლად ფეხში უნდა შევიდეს მერაბ. ისერია იყო მერაბ მამფორია. ეს კისრის აღება ისეც ვერაფერს ვერ იზავს, მაგრამ მერაბს რაც კარგად გამოდის ფეხში უნდა შევიდეს აუცილებლად. აი უნდა გადაარჩეს, აქ შეუძლია ეხა. კისერი თუ კარგად თავს აგებული შეუძლია დააფინიშოს. ეს თუ მოახერხა მერაბ მამფორიამ იქნება მართლა სასწაული. თუმცა ეს არის საჭირო. ფულმაუნტია ეხა გადასული მერაბ მამფორია და კარგ დარტყმებს უსრულებს ძალიან კარგ დარტყმებს უსრულებს ეხა აქ შეუძლია ხელის ტკივნეულიძეს რომ გადავიდეს. აი ზუსტად ამასთან ხელის ტკივნეულიძე შეუძლია რომ გადავიდეს, მაგრამ არა ძალიან ცუდად გადატრიალდა და მაგრამ დაიჭირა ხელის ტკივნეული. დაიჭირა მაგრამ არ დებდება. ამას გაუძოდა. აც გაიწევს ჭუბია, წარმოუდგენელი. მეგონა რომ ხელს მოტეხავდა მამფორია. მაგრამ არ დაანებდა, როგორც სასწაული მამფორია არ დაანებდა, ორ ნოკდაუნს ისი არ დაანებდა ხელის ტკივნეულს. აბას კანგილი ძალიან მაგარი მებრძოლები, ძალიან მაგარ ორთაბრძოლას უყურებთ. ეს ყველაფერი პირველ რაუნდში ხდება. და წარმოიდგინე, მე ვფიქრობ რომ ეს არის IFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჭუბი. კი, ნამდვილად. მერაბ ისე ფეხზე გადავიდა, აი ხა ტკივნეული ილეც ცდილობს. აი ეს პლუს უნდა გამოიყენოს მერაბ მამფორიამ, უკეთ იცის მან ჭიდაობა, სტრაიკინგში კი ხედავთ რამხელად უპირატესობა გამოანჟღავნა ეხა აბას კანგილმა, აი ზევიდან ეხა დარტყმებსაც უსულებს. უნდა აი ზურგი ვერა უკვე, მაგრამ ეს საით კონტროლშია. ეს რა დაიჭიროს, ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ორ ნოკდაუნს გამოუძვრა მერაბ მამფორია და რამ უნდა გააჩეროს? აღარ ვიცი უკვე აი კარგად დაუბლოკა ეხა ხელი უნდა გააგრძელოს დარტყმები. ეს ზიანს მოუტანს აუცილებლად აბას კანგილს. სასწაული ნამდვილად. ძალიან დინამიურად გადადის უპირატესობები, თითქოს აბას კანგილი აი სულ ძალიან ერთნაბიჯი იყო უკვე გამარჯვებასთან, მაგრამ კი, ანუ პირველი დარტყმის მერე მეგონა თუ გააგრძელებდა და რას გაუძრო მერაბ მამფორიამ. პირველი, შემდეგ მეორე ნოკდაუნი აიტანა, შემდეგ აბას კანგილმა როგორი ესე რომ თქვა ხელის ანბარიდან გამოძრა. არ ვიცი ძალიან ესე რომ პირველი რაუნდია ჯერ წუთნახევარია კიდევ დარჩენილი და მერაბ მამფორიამ მოიპოვა ნამდვილად უპირატესობა. ორი ნოკდაუნი წარმოიდგინეთ და ორი ნოკდაუნის შემდეგ ესე ბუნდებოდე ორთაბრძოლაში და ესე დომინანტურად არ ვიცი. მაქსო უნდა თქვას მერაბ მამფორიამ სად გადარჩა. საოცარი ყვა აქვს ამ ადამიანს. საოცარი ყვა უბრალოდ როგორ არ გაითიშა უბრალოდ მიკვირს ძალიან. აი რა კარგი ჰამერფისტები ეხა ზევიდან, რა კარგი ჰამერფისტები იყო. აი ფულმაუნტში არა, ისევ გარჩი დაბრუნდა, კანგილის გარჩია ისევ მამფორია. უნდა გააგრძელოს მუშაობა აუცილებლად, რადგან აი ეს ორი ესე რომ ვთქვათ, ორი ნოკდაუნი ძალიან ბევრს წვიტავს. ამ რაუნდში ხა რამ ჭინოულზე არ დაიჭიროს, რაც მთავარია. კარგად თურმე იცის აი ახლა თუ არა ძალიან კარგად არის საით კონტროლში გადასული ეხა აი კარგად უყავს ეხა უბრალოდ აი აქ თუ მოახერხა და აი უნდა დაიჭიროს ეს უკვე ანაკონდაზე შეუძლია გადავიდეს არა გაინთავისუფლა და ის ძალიან გაინთავისუფლა კანგილმა თავი და
კარგ პოზიციაშიც თუმცა რა არის გიორგი ჭიდაობა არის პროცესი სადაც მერაბ მამფორია იდეალურად უძნობს თავს არ ვიცი დიდი უპირატესობა ფაქტია ორ ნოკდაუნს გადაურჩა და მერე სრული კონტროლი ჰქონდა მაგრამ ძალიან ცუდია როდესაც ამ წუთისთვის ახლა ის ზევით ამთავრებს კანტინი ნამდვილად არ ვიცი ვინ არის პირველ რაუნდში გამარჯვებული ნამდვილად არ ვიცი საჯებმა უნდა გადაწყვეტონ ეს ყველაფერი საჯებს ძალიან თული სამუშაო ელოდებათ სასწაული იყო ნამდვილად რაც ნახეთ პირველ რაუნდში ერფან ებრაჰამიანი ირანული MMA-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი აი რამხელ გულშემატ აი ეს არა აი ეს როგორი მარცხენა ჰუკი როგორი სუფთა მარცხენა ჰუკი გაატა უბრალოდ ძალიან სუფთა როგორ გამოც რაკიდან ძალიან მიდის მართლა ძალიან მიდის საოცარი გამძლეობის და ესე რომ შემართების მქონე ადამიანია მერაბი აი აბასი როგორ გამოც ამ მდგომარეობიდან უბრალოდ მიგვირს აბას აქედან როგორ გამოძრა მე მგონა რომ ხელს მოტეხავდა უბრალოდ ისე გადატრიალდა სახსარი რომ ამასთან ახლოს იყო და როგორც ვაკობ ხა არანაირი პრობლემა არ აქვს მას ხელზე არც იქერს და არც რამებს გავსი ნუ უნდა მიიღონ ხა რჩევათ არიგებები კუთხეებისგან სხვათა შორის საპირისპიროები დაწნეულია მერაბ უფრო მეტი უნდა იჭიდაოს და კანგელმა უფრო მეტი სტრაიკინგში დიფენსი უნდა აჩვენოს დაცვა უნდა აჩვენოს და სტრაიკინგში უნდა გაატაროს ანუ დგომში უნდა გაატაროს ძალიან საშიშია ხა აბას კანგილიმ სტრაიკინგში და დგომში რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს მერაბმა მისი გადაყვანა პარტერში მაგრამ რაც ძალიან რთული აი რა კარგი ჰეფი იყო ხა კარგი ფეხი იყო მაგრამ რაც და მერაბის თავს და იმოძრაოს ხა კანგილმა უნდა იმოძრაოს სწორედ მერაბი ძალიან ადვილად შევა ფეხში და გადაიყვანს და თავის საქმეს გააგრძელებს აი კარგი ჯებით ცდილობდა ხა შეტევაზე გადასვლას აბას კანგილი ხა ოქტან რეიჯის ცენტრში მიმდინარეობს აი ოვერჰენდები და ოვერჰენდის მცდელობა ქონდა კანგილს მაგრამ აც და ვეხი კიდევ ერთი აი მაქსიმალურად როგორც კი შანსი მიიღებს უნდა გადაიყვანოს აი მაგრამ ძალიან კარგად დაიცვა თავი ხა აბას კანგილმა მაგრამ აი მერაბ მამფორია ისე გადაიყვანა მაინც მოახერხა მერაბ მამფორიამ აბას კანგილის გადაყვანა მაგარი ჭუბია მართლა ძალიან მაგარი ჭუბია უნდა გააგრძელოს ახლა მერაბმა დარტყმები კარგად იყენებს მერაბ მამფორია ახლა ამ თავის ესე რომ ვთქვათ პოზიცია ძალიან კარგად იყენებს მუცელში ტანში ასრულებს დარტყმებს მაგრამ აუცილებლად მოცილება უნდა წადოს ახლა აბას კანგილმა თორე ესე მეორე რაუნდს მთლიანად წააგებს და ძალიან რაღაც მოხდა საჭმა რაღაცაზე გაფრთხილება მიცა სამწუხაროდ დავინახეთ კარგად მუშაობს ეხლა ძალიან კარგად ეკვრება ესე რომ ვთქვათ აი თავით კარგად ეკვრება კანგილის მკერდს რომ დარტყმები არ მიიღოს თვითონ როგორც კი დაისვენებს მაშინ კი მაშინ თავს წევს და რამოდენიმე კარგ ძლიერ დარტყმას ასრულებს აბაზის აბას მართლა კარგად ურტყამს ესეც უნდა აღნიშნოთ და თან აი ნახე თითქოს აბასი ცდილობს მე კონტროლი აიღოს მაგრამ ამას მერაბი მალევე კი მაგრამ მეორე რაუნდის ის ნახევარი უკვე მერაბის ესე ვთქვათ უპირატესობით მიმდინარეობს აი ხა ხელის დაჭერასაც ცდილობდა ფეხით მაგრამ არ გამოუვიდა უნდა ცადოს მერაბმა ფულმაუნზე გადასვლა ნამდვილად აქვს ამისი საშუალებაც და რესურსიც აბას კანგილი ხა ქვევიდან რა თქმა უნდა დარტყმებს ასრულებს მაგრამ მთელი მეორე რაუნდია მეორე რაუნდი 3 წუთია უკვე მერაბ მამფორია კონტროლშია და მიაქვს მთლიანად მეორე რაუნდი ხსენებათ იქნება მცირე შესვენება ამ ბრძოლის შემდეგ და მერე უკვე 4 საპიტო ვოჭხობი გელოდები. აკი მერაბ მამფორია აკეთებს იმას რომ როგორც მინიმუმ რაუნდებს შორის ანგარიში გათანაბრდება. ალბათ პირველი რაუნდი წაიღო მამფორიამ უბრალოდ აი ორი ნოკდაუნი ძალიან ბევრს ნიშნავს.
ესმით, აი ასეთი მუხტი, როცა აბასი ძალიან კარგად აკონტროლებს ეხლა მერაბ მამფორიამ აბას კანგილს, მაგრამ უნდა შეეცადოს ყველანაირადო წამოდგეს, თორე ესე მეორე რაუნდს აშკარად აგებს და შეიძლება სავალო შედეგამდეც მივიდეს. ძალიან კარგად დაიწყო აბას კანგილმა, მაგრამ ძალიან ცუდად აგრძელებს. კარგი დარტყმებით ისევ ამეფისტებით ტანში ისევ დარტყმები უნდა ამოწიოს ეხლა თავი მერაბ მამფორიამ და ამეფისტები უნდა ამეფისტების დარტყმა უნდა გააგრძელოს რაც ძალიან დიდი ზიანი მოაქვს მე კანგილისთვის უბრალოდ უნდა შეეცადოს კანგილი უნდა შეეცადოს მაინც რომ ამ მერაბის ესე რომ ვთქვათ დომინანტურ კონტროლს თავი რამენაირად დააღწიოს და სტრაიკინგში მდგომში დაბრუნდნენ ისევ. რადგან იქ უფრო მეტი შანსი აქვს აბას კანგილს, რომ აი ხა აი არა სამკუთხედს მარჩობელას აპირებდა, მაგრამ არ გამოვიდა, მერაბი უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა, საით კონტროლშია და ფულ მაუნტზე აპირებს გადასვლას, აი ხელის არ უნდა ჩამოწევას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. არ უნდა შეცვალოს მამფორიამ აი ეს გეზი რაც აქვს გიორგი აღებული. ფაქტია რომ როგორც მიდის კი მეორე რაუნდი მთლიანი წაიღო და მესამე რაუნდსაც წაიღებს თუ ასეთ სტილში გააგრძელებს ბრძოლას და ფაქტია რომ ამის შანსი ძალიან დიდია. მეორე რაუნდი მოიგო პირწმინდად მერაბ მამფორიამ და ეს არის რა თქმა უნდა მისი გუნდის სწორი მუშაობის და აი სწორი დარიგებების დამსახურება რომ მეორე რაუნდში სულ სხვანაირი მერაბ მამფორია გამოვიდა. ეხლა რაც მთავარი აბას კანგილის კუთხემ უნდა მიცეს აბას კანგილს რჩევა დარიგება რომ რაღაც შეცვალოს თავის ბრძოლის ტაქტიკაში ან გაუმჯობესოს და უფრო ყურადღებით იყოს ტეიქდაუნ დიფენსის დროს და უფრო მეტი დრო დარჩება ამის სტრაიკინგში საჭიროა აბას კანგილს გვესმის როგორ ამხნევებენ მერაბ მამფორიას ასევე ახლა როგორც მე ვხედავ UFC-ს პირველი ქართველი მებრძოლი ლევან მაყაშვილი აძლევს რჩევა დარიგებებს ნახოთ ლევანი ნამდვილად გამოცილი მებრძოლია და მისი რჩევა დარიგებები ნამდვილად გამოადგება მერაბ მამფორიას ბრძოლაში ალბათობით შეისაძროა რაუნდებში ერთ-ერთი იყოს და მესამე რაუნდი ნამდვილად გადამწყვეტი რაუნდი იყოს ნახოთ რას შესთავაზებენ მესამე რაუნდში მებრძოლები ერთმანეთს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა ჩადონ მებრძოლებმა მესამე რაუნდში თუ უნდათ რომ გამარჯვებამდე მივიდნენ. ეხლა ძალიან კარგი ესე ვთქვა low kick-ი და შემდეგ ჯები იყო, ეხლა კი მარჯვენა overhead-ი და ისევ ჩავიდა ფეხში, ეხლა overhead-ის შემდეგ მერაბ მამფორია და საკმაოდ კარგათაც ჯერ ვერ შეუსულა გდება, მაგრამ აი ეს არის აი თავი მიზანი რაც არის, მე მგონი იმას ახერხებს მერაბ მამფორია რომ კონტეს სრული კონტროლი და თითქმის ფულ მაუნტშია უკვე მერაბ მამფორია უნდა ცადოს მერაბ ფულ მაუნტზე გადასვლა ეხლა მთლიანად და ჰამერფისტების დარტყმა უნდა შესთავაზოს აი როგორც ეხლა მაგალითად რადგან აბას კანგილს როგორც ხედავ არ აქვს იმისაც არ ვიცი მერაბზე უკეთეს ტექნიკა არ აქვს აშკარა ეს უკვე რომ მერაბზე უკეთეს ტექნიკა არ აქვს მას ჭიდაობაში. მერაბი წყნარად შვიდად აგრძელებს დარტყმების მიყენებას აბას კანგილისთვის. აბას კანგილმა კი აუცილებლად უნდა დაიძრუნოს თავი თუ უნდა რომ გამარჯვება მას დარჩეს. გასაგებია რომ ძალიან ძნელია დიდხანს გაჩერება მერაბთან ფეხზე, მაგრამ აქვს მამფორიას და აი ამას აკეთებს რომ არ გაექცეს რამე. აი ეს არის. მერაბ მამფორიას ოდესაში როგორც ვთქვი ძალიან დიდი საჭიდაო სკოლა აქვს, თავისუფალი ჭიდაობის და დღეს თუ მამფორია გაიმარჯვებს, ეს იქნება მისთვის რიგით მეხუთე გამარჯვება ზედიზედ, რაც პირველი შედეგია. მოგეხსენებათ რომ წინა ბრძოლაში მერაბმა ირანელ სპორტსმენს აჯობა, აბას კანგილი უნდა ჩამოსულიყო. პრობლემა შეექმნა აბას, რომ ჩამოვიდა და შემდგომ უკვე მერაბმა მოახერხა და ირანელი სპორტსმენი რომელმაც ბრძოლა აიღო და დააზღვია, დაამარცხა. მაგრამ არც კანგილი გამოდის ჯერჯერობით გამონაკლისი. მერაბი
კარგად უჭერდა და კარგად წავიდეს ნეტავ ძალიან კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ როგორც უყურეთ მერაბმა სრულად ამოიკითხა ისი სუსტი წერტილები. რაც რეალურად საჭირო იყო მისთვის. და რაშიც აბსოლუტურად ჯობნის მეტოქის. სრული კონტროლი პარტერში და ფაქტია რომ მერაბ მამფორია წყნარად მუშაობს, არანაირი საფრთხე მას ძალიან გამკვირდა. როგორი გამძლეობა, როგორ არ მოტყდა იმ მომენტში ხელი კანგილს და როგორ არ გაითიშა ორჯერ მამფორიას შემდეგ მამფორი, არ ვიცი. სასწაული პირველი რაუნდი ნახეთ, თითქმის ყველაფერი იყო პირველ რაუნდში. ნოკდაუნები, ხელის მტკივნეული, კონტროლი მიწაზე, არ ვიცი, ძალიან კარგი პირველი რაუნდი იყო. მერაბ მამფორია კი სულ ძალიან ცოტა დრო აშორებს დიდი ალბათობით გამარჯვებამდე. გესმით როგორ გულშემატკივრობს მას დარბაზის უმეტესობა. აბას კანგილის გულშემატკივრები ამ წუთისთვის ალბათ ძალიან დამწუხრებულები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ მერაბის დამსახურება, რადგან ძალიან სწორად, ტაქტიკურად მიუდგა წაიკითხა მისი სუსტი წერტილები და ზუსტად ამ გზას მიყვება და დიდი ალბათობით აი რა კარგად გადავიდა ეხლა საით კონტროლში მერაბ მამფორია, მაგრამ ეს არის ჯერ კიდევ დრო, მაგრამ აი გამოძრა ამას ამბობდით რა მუხლი იყო, მაგრამ ამასაც გაუძლო როგორ მოახერხა ეს მერაბ მამფორიამ წარმოუდგენელია გადაყვანას ცდილობს ისე ხელები უნდა შეკრას და ისე გადაიყვანს და ასეც იქცევა მერაბ მამფორია. აი აქ უკვე გიორგი იცი რა არის რომ ბოლო ერთი წუთია გარისკვად აღარ ღირს, იმიტომ რომ დგომში ფაქტია მამფორიას სამჯერ ისე მოხდა რომ კინაღამ გაიქიშა. რაც გაუძლო, აი წარმოიდგინე სისხლი რომელიც მერაბ მომცხრიდან მოსდის. დიდი ალბათობით შედეგი იყო, როდესაც ეხა გაარკვა. უნდა გააგრძელოს, აი ფულ მაუნტში ამ შიდა წყარად უნდა გააგრძელოს სულ რაღაც 35 წამი დარჩა ბრძოლის დასრულებამდე. ჰამერფისტების უნდა გააგრძელოს მუშაობა მერაბმა. ძალიან ცოტა დრო აშორებს ახლა გამარჯვებამდე. დარტყმებს ისე მერაბ მამფორია ძალიან დიდი კონტროლი აქვს უკვე მას აღებული როგორც მეორე რაუნდში, ისე მესამე რაუნდში. სულ რაღაც 2 წამი დარჩა ბრძოლის დამთავრებამდე და ბრავო, მაგარი ჩხუბი იყო, ჩემ მოლოდინები ნამდვილად გამახვილა. 3 რაუნდი სასწაული ჩხუბი და ძალიან ვისიამოვნებაა. მერაბ მამფორია ფაქტია რომ ამ ბრძოლის გამარჯვებული ხდება. ფაქტი იმიტომ რომ 2 რაუნდი მას მეორე და მესამე რაუნდში ჰქონდა სრული კონტროლი. დომინაცია. მაინც დაველოდოთ ოფიციალურ ვერდიქტს ვაკო. ნახოთ ჰაილაითები, ნახოთ აქ გამოჩნდება ყველაფერი. აი ეს მუხლი ზუსტად აი ეს მესამე რაუნდში ეს მუხლი. როგორ ხედავ, აქაც ნოკდაუნი ქონდა მერაბ მამფორიას. არ ვიცი, ნახოთ ვინ არის ჩვენი გამარჯვებული. ამ აგრესივ ბრძოლის გამარჯვებული. Ladies and gentlemen, after the end of action, your winner by unanimous decision, Merav Mamporia! Super chubby და Merav Mamporia შეძლებს გამარჯვება. მიულოცოთ ნამდვილად მერაბ მამფორიას ძალიან ცოტა და ესე ვთქვათ აბას კანგის გამარჯვებამდე ძალიან გულდაწყვეტილია დარწმუნებული ვარ. შეიძლება მას ნოკაუტის მოგება, მაგრამ ქართულმა სულმა ესე ვთქვათ და ქართულმა მებრძოლის ესე ვთქვათ მენტალიტეტმა გადაძლია ეს ყველაფერი და მერაბ მამფორია დღეს ჩვენი გამარჯვებულია. საქართველოს გაუმარ! გერაჩვარეთ, მიყვარხარ ყველა. აქედან მინდა ყველა დიდი მადლობა უთხრა და ასევე ჩვენს მინდა Dana White UFC-ში. Dana White, one match UFC, please. Dana White, იმედია გაიგებ.